ვაგრძელებთ კონკრეტული ადამიანის ბედის მატრიცის წაკითხვას და ვნახოთ ახლა სასიყვარულო თემა, როგორ ჩანს ამ ადამიანთან. ბედის მატრიცა, ვისაც აქვს ნანახი, ნახავთ, რომ იქ ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ხაზზე ნაჩვენებია გულის სიმბოლო, რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ აი აქ ამ ენერგიებში უკვე სიყვარულზე არის ლაპარაკი. ძალიან ასევე აღნიშნავ, რომ ბევრ დამწყებ ბედის მატრიცის წამკითხველს გონია, რომ ეს ენერგია, მაგალითად აქ არის 7 ენერგია, მაჩვენებელი არის იმის, თუ როგორი პარტნიორი შეეფერება მას, როგორი პარტნიორი იქნება იდეალური ადამიანური გაგებით და როგორი პარტნიორისკენ მიისწრაფის და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. საქმე იმაშია, რომ აქ არის ნაჩვენები, როგორი პარტნიორი შეეფერება რომანტიკა სურს, არა, როგორი პარტნიორი მოევლინება მას სამყაროდან, ანუ როგორი პარტნიორი სჭირდება მას, როგორი არის იდეალური კი არა, რასაც ხშირად ამბობენ და ეშლებათ, როგორი სჭირდება. ეხლა რა განსხვავება იდეალურსა და სჭირდება შორის? იდეალური არის ტკბილი კამფეტი ურთიერთობაში, რაღაცა ზედაზღვარი ჰარმონიის, ხოლო სჭირდება არის ის კარგული გაკვეთილი, რომელიც უნდა მიიღოს მან ამ პარტნიორით და რაღაცა ისწავლოს. და დავიწყოთ, როგორი არის ეს პარტნიორი. თუ ეს ბიჭის ბედის მატრიცაა, სწორედ გააკეთებს ყველაფერს თავის კარმულ გაკვეთილებს გაივრისწორად, მართებულად, მაშინ მის ცხოვრებაში გამოჩნდება მიზანსწრაფული, სწრაფი, მოფუსფუსე, ენერგიული, ძალიან პოზიტიური ადამიანი, რომელსაც ექნება ბევრი მიზნები, ეყვარება თავის საქმე, იქნება ადამიანი, რომელიც აწყობს თავის კარიერას, იზრუნებს ამ კარიერაზე და ეყვარება ესეთი ლიდერული ბუნება იქნება, ეყვარება სხვების წაწევა ამ კარიერაში, ანუ სხვებისთვის დამხმარე ხელი იქნება. ანუ კარიერის მწვერვალზე მდგომი ადამიანი, მწვერვალისკენ მიმსწრაფელი ადამიანი, რომელიც მარტო კი არ ადის და თან მიყავს სხვა ადამიანებიც, რომელიც არის ძალიან პოზიტიური, ძალიან ვნებიანი, ქარიზმატული. აი ესეთ ადამიანს შეხვდება ეს ადამიანი და თუ ესეთი ადამიანი არის მის ცხოვრებაში, ან არ არის, მაგრამ მოვა ესეთი ადამიანი მის ცხოვრებაში, მან უნდა იცოდეს, რომ რაღაცას სწორად აკეთებს. მაგრამ თუ ის ამუშავებს, ეს ინდიკატორია ენერგიებს ნეგატიურად, მაშინ მის ცხოვრებაში გამოჩნდება ზარმაცი, პესიმისტი, ყველაფერი, ასე ვთქვათ, მიზეზის სხვაზე გადამბარებელი, მავნე ჩვენებების მქონე პარტნიორი. თუ ესეთი პარტნიორი არის მის ცხოვრებაში, ან არ არის ამ წუთას არავინ და მოვა ესეთი პარტნიორი, უნდა იცოდეს, რომ ის ცუდად ამუშავებს თავის ენერგიებს. რა იქნება ზოგადად მის ცხოვრებაში პარტნიორულ ურთიერთობაში ხელის შემსვლელი ენერგია, ეს იქნება ეჭვიანობა, უნდა გამოირიცხოს მისი მხრიდან ეჭვიანობა და მავნე ჩვევები, ეგოცენტრულობა. ბალანს რა მოიტანს? პოზიტივი, მოქმედება, მოძრაობა, როგორც აღნიშნე წინა ვიდეოში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის ურთიერთობა იყოს მდორე, პასიური და გაჩერებული. სულ უნდა იყვნენ მოძრაობაში, სულ ამას მოსჭირდება ფანტაზია, უფრო მეტად ვიდრე ფინანსები, იმიტომ რომ მინიმუმ ყველა საღამოს პარტნიორთან ერთად რო ისერნოთ უკვე მოძრაობაა ეს მინიმუმ. აი ესეთი, ასე ვთქვათ, დამხმარე ენერგიები, ინფორმაციები მინდოდა მოწუდინა ამ ადამიანისთვის და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. აბსოლუტურად იდენტური ენერგია აქვს მას დედის მხარეს მამაკაცებისგან. ანუ ეს არის ძალიან მსგავსი სიყვარულში ეს ადამიანი, ეს ბიჭი, ვახსენე რომ მამაკაცის არის, ბიჭის ბედის მატრიცა არის დედის მხრიდან ბაბუებში. ერთნაირი ბედით აყვება სიყვარულის, გაიხსენოს და ძალიან დიდი სიამოვნებით გავიზიარებ მის მონათხრობს, როგორი ბედი აქვს სიყვარულში მის
დედის მხარის ბაბუებს. და ეს ადამიანი ზუსტად იმიტომ დაიბადა ამ გენეალოგიაში, რომ აი ეს კარმა 15-7-10 დაემუშავებინა და მოეყვანა სისწორეში, ასე ვთქვათ. ზუსტად იგივე ნეგატივს გულისხმობ, იგივე პრობლემები ექნება თუნდაც მის წინაპრებს, ბაბუებს, დედის მხრიდან, რომელიც უნდა გამოასწოროს ამ ბიჭმა. თუ ცხადია, ინდიკატორი ყო თქვი, მინუსში თუ არის, მიხვდება, რომ არის მინუსში. თუ ფიქრობს, რომ დედის მხრიდან ბაბუები არიან ძალიან კარგად, იდეალურად, სიყვარულში იყვნენ ძალიან გამართლებულები, მაშინ შეუძლია ძალიან მშვიდად დაელოდოს აი ამ მშვიდ იდეალურ პარტნიორს. მაგრამ თუ მას სიყვარულში აქვს პრობლემები, იცოდეს, რომ იგივე პრობლემები ჰქონდათ მის წინაპრებს და მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, დაამუშავოს ეს ყველაფერი და მოვა იდეალური სიყვარული, გარდა მაგისა, შეწყდება ეს კარმა და აღარ გადავა მის შვილებზე, მის თაობაზე. როგორ უნდა დაამუშავოს კიდევ ერთხელ რეკომენდაცია. აღმოფხვრას საკუთარი თავიდან ეჭვიანობა, აღმოფხვრას საკუთარი თავიდან ეგოცენტრულობა, აღმოფხვრას საკუთარი თავიდან მავნეჩვევები, აღმოფხვრას სიზარმაცე, აღმოფხვრას უიმედობა, აღმოფხვრას უმოქმედობა, სტატიურობა, არ გაჩერდეს არასდროს, იმოძრაოს. აქვს ძალიან კაი ინტუიცია, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში და ძალიან ღრმად შეუძლია დაუგდოს ყური თავის ხედვებს, იმიტომ რომ რენტგენივით ხედავს თავის პარტნიორს, შემიძლია ვთქვა და ეს პირიქით ქარიზმატულად აქციოს, ეს თავისი ენერგია ქარიზმატულობად, დიდი შემოქმედებითი ენერგია აქვს და ჩართოს ეს ყველაფერი და ყველაზე ძირითადი გაბწევი ენერგია დადებით აღმოსამუშავებლად, ეს არის იმედი, პოზიტივი, მოძრაობა და კიდევ მოძრაობა. გეფშდობებით შემდეგ ვიდეომდე.